აი გაგვიგია მაგალითად ერთხელ მაინც ეხსენებინა ქართულ ოცნებას ის რომ აი რუსეთიდან წამოსული დაფინანსება მაგალითად აი როდეს ერთხელ მაინც აი ვინმე მერთი მაგალითად რუსეთიდან წამოსული დაფინანსება ანუ გვაქვს ხო ამ ქვეყანაში მედიები ორგანიზაციები არ ვიცი შავად თუ თეთრად ფულს რომ ძირითადად შავად რა თქმა უნდა ახლა ქვეყანაში რაღაც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობა რომ უნდოდეს ვინმეს ახლა ვინმეს გონია რომ ეს ფული იმით რა ქვია საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვით წამოვა და პროექტში დაფიქსიროს სახელმწიფო გადატრიალებისთვის არის ეს ფულიო რის გამოშკარავებს ბესცილობენ საერთოდ ან რა სისულელეზეა საერთოდ ლაპარაკი ან რუსულ ფონდებს რომლებიც აქ საქმიანობენ და ქართული ოცნების გვერდით არიან იმათ არ ახსენებენ ხო პირველი ეგზისტენციალური საფრთხე ამ ქვეყნისთვის არის რუსეთი და რუსეთიდან წამოსული დაფინანსება და რუსეთიდან წამოსული შავი ფული, რომელსაც ვერც ფარათი გააკონტროლებ, ვერც რუსული კანონით გააკონტროლებ, ვერანაირი კანონით ვერ გააკონტროლებ, თუ წესიერი სპეცსამსახურები არ ყავს. ფარა არის იმდენად ფართოდ ინტერპრეტირებადი კანონი, არა მარტო ფარა პრინციპში რუსული კანონიც ასეთი არის რა. ან ვისაც გინდა იმაზე გავრცელებ, ვისაც გინდა მოარგებ, ვისაც გინდა გამონაკლისში ჩაწერებ, ან რაჟდენ კუპრაშვილს მისცეს, რა ვიცი, მხოლოდ დისკრეცია იმ გამონაკლისის დაწესების, რომ არ შეიძლება რა ვიცი რაღაც მართლა ვიღაც ინტერესებს ემსახურებოდეს, მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილმა თქვას, რომ არა მეგინა თუ არა, არ უნდა ჩავწერო ამ იმაში, ამ რეესტრში და უნდა ამოვწერო მაგალითად, ხო? ანუ თელი თემა რა არის? აი თამთა ძალიან სწორად ახსენდა, რუსული სულისკვეთებით აღასრულებენო და მახსენდება, აი 2 დღის წინ ვამბობდი ასეთ რაღაცას, რომ ნახეთ ფაქტობრივად ფარას აღსრულება ეს არის ფარას პლუს რუსული კანონის შერწყმა. ანუ რუსული კანონი აი წინა წელს მიღებული კანონი რაც არის ის ამბობს რომ დაფინანსებას თუ იღებ უცხოეთიდან არ მაინტერესებს ინტერესს არ მოადგენ არ წარმოადგენ თუ რას აკეთებ უცხოეთიდან იღებ დაფინანსებას აგენტად გაცხადებ. ფარა ამბობს თუ იმის ინტერესით მოქმედებ. ფაქტობრივად აი ეს ორი შეურწყეს ერთმანეთს ისიც არ გააუქმეს და რა თქმა უნდა დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს ეს კანონი მაგრამ ერთმანეთს აი პრაქტიკულად ერთმანეთს შეარწყეს და ერთი კანონიც და მეორე კანონიც ახლა რაღაცა ერთობლიობაში რაღაცა რაჟდენ კუპრაშვილისეული ასეთი განმარტებით უნდა აღსრულდეს.